ბისმილაჰირაჰმანირაჰიმი. დიდება უფალს. გამარჯობათ, ძმებო და დებო. მე ვარ დღეს უბედნიერესი კაცი, რომ ვარ თქვენთან ერთად. მე ავისრულე ჩემი ბავშვობის ოცნება. ჩამოსულიყავი ფერეიდუნ-შაჰში და მენახეთ თქვენ. ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი სული, ჩვენი ერის ნაწილი. მე მინდა მოკითხვა გადმოგცეთ მთელი ქართველი ხალხისაგან, იმიტომ რომ ყოველთვის გვახსოვხართ, იცოდეთ. არასოდეს არ დაგვავიწყდებით. ჩვენ ვამაყობთ თქვენით, ფერეიდნელი ქართველებით, ვამაყობთ თქვენი დიდი პატრიოტობით ირანის მიმართ, ჩვენ ვამაყობთ თქვენი ღირსეული მოქალაქეობით ირანის მიმართ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. მე მინდა მადლობა გადაუხადო საყოველთაოდ დიდ ირანელ ხალხს, რომლის ნაწილიც ასევე ხართ თქვენ. ჩვენ როცა ჩამოვედით დღეს, ჩვენ ნახეთ იმ დაღუპული ბიჭების საფლავები, რომლებმაც თავი შესწირეს თავის სამშობლოს, ირანს და ჩვენ ირანელ ხალხთან ერთად ვამაყობთ ამ ბიჭებით. ადამიანს შეიძლება აუცილებლად ყავს ერთი დედა, მაგრამ თქვენთვის ირანი არის ნამდვილი დედა, მაგრამ არასოდეს არ უნდა დაგავიწყდეთ თქვენი საქართველო, თქვენი გურჯისტანი. ჩვენ ვხედავთ, როგორი მძიმე ვითარება არის ჩვენ საერთო სამეზობლოში და ძალიან მნიშვნელოვანი არის საქართველოსა და ირანისა და საქართველოს ურთიერთობა და მეგობრობა და პარტნიორული დამოკიდებულება ერთმანეთთან. მე მინდა მადლობა გადაუხადო ირანელ ხალხს, ირანის სახელმწიფოს იმ თანადგომისათვის, რა თანადგომაც გამოიჩინეს მათ საქართველოსთვის მძიმე დღეებში, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. მერწმუნეთ, რომ საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობაზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ჩვენს რეგიონში. ჩვენი ურთიერთობები ამ ბოლო დროს ინტენსიურ ხასიათს იღებს და ჩვენი სტუმრობა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მეთაურობით, ბატონი დავით უსუფაშვილის მეთაურობით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ძალიან ბევრი პერსპექტიული საკითხი დაისვა ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან საუბრის დროს და ვფიქრობ, რომ ჩვენ ორმხრივი სურვილით და კეთილგანწყობით და მეგობრული სურვილით ჩვენ მოვახერხებთ იმ სიკეთეების ამოქმედებას, რაც შეიძლება მოყვეს საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობას. მე მინდა ჩემო ძმებო და დებო კიდევ მოგესალმოთ, მოგიკითხოთ და არასოდეს ჩვენ შორის გზაზე ბალახი არ ამოსულიყოს. ყოველთვის გვევლოს ირანსა და საქართველოს შორის და ყოველთვის ვწოდნოდეს ის, რომ თქვენ ორი სახლი გაქვთ, საქართველო და ირანი. გაუმარჯოს ირანს, გაუმარჯოს საქართველოს.